მოგესალმებით, შემოკარგება, როგორ ხართ, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კვლავ მადლიერებას გამოხატავ თითოეული თქვენგანის მიმართ. მადლობა მათ განსაკუთრებით, ვინც ხართ აქტიურები კომენტარებში, თქვენ დიდი წვლილი შეგაქვთ არხის განვითარებაში. ამავე დროს მე ვიგებ, რამდენად საჭიროა ჩემი გაშლები თქვენთვის, ვიგებ რა მოგწონთ უფრო მეტად, რა უნდა შევცვალოთ, მე კვლავ გთხოვთ კომენტარებში, დააფიქსიროთ თქვენი სურვილი, რაზე გსურთ შემდეგი გაშლები რომ გავაკეთოთ და მე აუცილებლად გავითვალისწინებ თქვენს თხოვნას. მადლობა მათ, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე, თქვენი ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვცდილობ გავამართლო თითოეული თქვენგანის ნდობა. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, ვიდეოს ბოლოში არის ნომერი მითითებული, WhatsApp-ზე მომწეროთ. კარგით, მეგობრებო, დღეს მინდა გავაკეთო ასეთი საჯარო გაშლა. როგორი დამოკიდებულება აქვს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენს მიმართ? როგორ არის განწყობილი? რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ? მაგრამ სანამ მთავარ კითხვაზე გადავალთ, აუცილებლად გავაკეთებთ სიგნიფიკაციას ურთიერთობის. ნახოთ ორი ვარიანტად. პირველი ვარიანტი თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია და მეორე ვარიანტი თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. პირველი ვარიანტი იქნება ავანტურინი და მეორე ვარიანტი იქნება ლაბრადორიტი. კონცენტრირდით, მეგობრებო, ღრმად ჩაის უნთქეთ, ამოისუნთქეთ, თუნდაც რამოდენიმეჯერ, წარმოიდგინეთ თქვენი ადამიანი, მისი სახე გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ ვარიანტზე და დავიწყოთ. მოგესალმებით პირველებო, ვინც ავირჩიეთ ავანტურინი. რა ურთიერთობაში ხართ თქვენ ახლა? შეიძლება მანძილზე ხართ, აი ამ კონკრეტულ ურთიერთობაში, მეგობრებო, ახლა თქვენ ვერ შეინარჩუნეთ ბალანსი, ვერ მოხერხდა არჩევანის გაკეთება, რაღაც შეიძლება ზოგიერთ თქვენგანის შემთხვევაში რაღაც იყო დამალული თქვენს შორის და აი ეს ყველაფერი გამჟღავნდა და ამის შემდეგ აი ეს სტაბილურობა, რაც თქვენ შორის იყო, დაირღვა. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში თქვენ ბევრნი ხართ, მეგობრებო, ამიტომ ყველა ვარიანტს გაგიჟღერებთ. ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში შეიძლება ამ ადამიანმა ვერ გააკეთა არჩევანი თქვენს და მეორე ადამიანს შორის და შეიძლება თქვენ ფარული პარტნიორებიც ყოფილიყავით ერთმანეთისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ყველასთვის იქნება ერთი და იგივე, რომ რაღაც ვერ შეინარჩუნეთ ბალანსი, ვერ შეინარჩუნეთ სტაბილურობა, რის შედეგადაც ახლა თქვენ ხართ მანძილზე. თუ თქვენია, მეგობრებო, ეს გაშლა და გეცნოთ სიტუაცია, მაშინ გაგრძელეთ ყურება. მოდი ვნახოთ ამ ადამიანის დამოკიდებულება, ჯერ ვნახოთ დამოკიდებულება აი ამ სიტუაციის მიმართ.
და მერე თქვენს მიმართ ნახოთ, იმიტომ რომ ისეთი არკანები დაეწყო, რომ მე გამიჩნდა კითხვა. აი ამ კონკრეტული თქვენი სიტუაციის მიმართ დამოკიდებულება ამ ადამიანის. აი ამ კონკრეტულ სიტუაციაზე, აი ამ სიშორეზე, რას ფიქრობს ეს ადამიანი? ძალიან გულნატკენია, მეგობრებო. გეტყვით, რომ ეს ადამიანი ელოდა, რომ რაღაც შეიცვლებოდა, რაღაც გამოვიდოდა, რაღაც წინ წავიდოდა, მაგრამ ამ ადამიანს აქვს საშინელი იმედგაცრუება, გულის ტკივილი, რადგან აი ცოტაც და ბარიერს გადალახავდა, გადაახტებოდა იმ წინააღმდეგობას, ფიქრობდა, რომ აი ცოტაც დაველოდები და მე შევძლებ, რომ აი ეს იმედგაცრუება, გულის ტკივილი შევცვალო ერთი ნაბიჯით, აი ნახტომით, მე მივალ იქამდე, რომ ეს ყველაფერი შევცვალო, მაგრამ იმედი გაუცროვდა ამ ადამიანს. შეიძლება მან ეცადა თქვენთან კომუნიკაციაზე გამოსვლა და ვერ შეძლო, არ ვიცი რა ბარიერი ქონდა, მაგრამ აი ამ სიტუაციის მიმართ ეს ადამიანი გულგრილი არ არის, რაც თქვენ შორის ხდება. მას მოლოდინი ქონდა, რომ რეალობას შეცვლიდა, ან თქვენ შეცვლიდით და რაღაც ნაბიჯს გადმოდგამდით მის მიმართ. მოდი ვნახოთ ახლა თავარი კითხვა, რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს? განიცდის, ეჭვიანობს, მეგობრებო. აი იმ ტკივილებს იშუშებს და ჯერ ვერ მოიშუშა. ძალიან სტკივა უთქვენობა, მეგობრებო, და ფიქრობს, რომ ყველაზე ძვირფასი დაკარგა ცხოვრებაში, რაც მას გააჩნდა. მისი დამოკიდებულება არის, ეს ადამიანი შეიძლება ამას არ ამჟღავნებს, მაგრამ ღამე, ყველაზე მეტად ღამე მიეცემა აი ამ სასოწარკვეთილებას, რაც თქვენთან დაკარგვის, აი ამ უიმედობის განცდა აძლევს და თქვენი დაკარგვით არის აი ეს უიმედობა, აპათია, სევდა გამოწვეული არის თქვენი დაკარგვით და ყველაზე ხშირად ღამით აქვს აი ეს საშინელი დეპრესია, იმედგაცრუება და ასევე ძალიან დიდი ეჭვიანობა თქვენს მიმართ ამ ადამიანს. ქვეცნობიერად ეს ადამიანი მუდმივად გეკონტაქტებათ თავის ფიქრებში, ოღონდ ეს უფრო ხდება ღამის საათებში. შეიძლება ინტუიციურად თქვენს გაქვთ იგივე განცდა ამ ადამიანის მიმართ. მოდი ვნახოთ, რა მის შეცვლას თუ შეეცდება ეს ადამიანი მომავალი 3 თვის განმავლობაში. ეს ფორმატში არ უნდა ჩამესვა ეს კითხვა, მაგრამ იქეთ მიდის ეს გაშლა, რომ არ შემიძლია არ ვიკითხო. მომავალ 3 თვეში რა იმის შეცვლას თუ შეეცდება ეს ადამიანი? მეგობრებო, ამ ადამიანს ძალიან სურს შეცვალოს სიტუაცია. თუნდაც არა მშვიდად, შეიძლება თუნდაც ჩხუბით, თუნდაც აყალმაყალით, თუნდაც თავისი ხისტი გამონათქვამებით, მაგრამ ჯერჯერობით ამ ადამიანს რესურსი არ ყოფნის. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება ფინანსურადაც უჭირს ახლა ამ ადამიანს, მაგრამ რეალურად მას სურს ახლიდან დაწყება კვლავ. თუნდაც და
ეს დაგეგმილად კი არ მოუვა ამ ადამიანს თავში, უცებ სპონტანურად მოუნდება შეცვალოს თქვენ შორის არსებული სიტუაცია და შეიძლება არც თუ ისე კარგად გამოვიდეს, რადგან ეს გადაწყვეტილება იქნება სპონტანურად მიღებული ბავშვურად, აი უცებ გულუბრყვილოდ, რომ არც კი დაფიქრდება, რას მოუტანს ეს ნაბიჯი, წინსვლას თუ უკუსვლას, მაგრამ ეს ადამიანი როგორც კი ფეხზე დადგება, შეცდება, უბრალოდ დაგეგმილად არა, ძალიან უცებ მოუვა ეს განცდა, რომ უნდა შეცვალოს რაღაც. კი, მეგობრებო, ამ ადამიანს ძალიან სურს, რომ დაიბრუნოს ის ბედნიერება, რაც თქვენთან ყოფნას უკავშირდება. თუმცა ამჯერად არ იცის და თვითონაც არ გეგმავს. ეს იქნება სპონტანურად, მეგობრებო. მე გადავუხვიე გაშლის ფორმაც და დაგემშვიდობებით პირველებო, საინტერესო გაშლა იყო და მე გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა. დაგემშვიდობებით პირველებს და მოემზადეთ მეორე ვარიანტი გაშლისთვის. ნახოთ თქვენ შემთხვევაში როგორი სიტუაცია. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ სიგნიფიკაცია. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ვინც ავირჩიეთ ლაბრადორიტი. მეგობრებო, აქ ისეთი სიტუაცია, როდესაც ეს ეცადეთ რაღაცის შენარჩუნებას და მოლაპარაკებას თქვენი ქალური სიძლიერე გსურდათ წარმოგეჩინათ, ან თქვენი ნებისყოფით ძალიან დიდხანს ცდილობდით შეგენარჩუნებინათ აი ეს ურთიერთობა. ეს იყო მოლაპარაკება, შეიძლება გარკვეულწილად ნერვების ფასად მშვიდი საუბარი, მაგრამ დიდად ამან არ გამოიღო შედეგი. ძალიან დიდი რესურსი ჩადეთ იმაში, რომ აი ბოლო წვეთამდე ჩადეთ რესურსი, რომ შეგენარჩუნებინათ კონკრეტული ეს ურთიერთობა. შეიძლება სამსახურეობრივი რომანიც იყოს ეს, შეიძლება არც იყოს, მაგრამ თქვენ ერთი საქმე გქონდათ, ან ერთად ცდილობდით რაღაც აგეშენებინათ, რაღაც პროექტიზე გემუშავათ, გეგმები დაგეწყოთ, მაგრამ თითქოს ძირითადი გამწევი ძალა აი აქ იყავით თქვენ, მეგობრებო. თუ ეს სიტუაცია რეზონირდა, მაშინ განაგრძეთ ყურება. მეგობრებო, მოდი ვნახოთ ამ ადამიანის დამოკიდებულება არსებულ თქვენს სიტუაციასთან დაკავშირებით. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე ეს ადამიანი? ეს დამოკიდებულება. აქ ისეთი სიტუაცია, მეგობრებო, რომ არც წინ მიდის ურთიერთობა, არც უკან და ეს სწორხაზოვნად არის ძალიან მდორედ, მაგრამ მიუხედავად ამის რაღაც უხილავი ძალა გბოჭავთ და არ გაძლევთ საშუალებად არც ერთ თქვენგანს, რომ დაიშალოთ და გაწყვიტოთ ის ჯაჭვი, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ.
და ეს გეტყვით, რომ ეს არის კარმული ურთიერთობა, როდესაც არ შეგიძლია დაასრულო ადამიანს ეს კონკრეტული ურთიერთობა, სანამ აი იმ გაკვეთილებს ბოლომდე არ გაივლით და აქ მაღალი ძალები არიან ჩართულები. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ შეუძლია ბოლომდე გაწყვიტოს თქვენთან ურთიერთობა. შეიძლება ამ ადამიანს დაკანონებული ურთიერთობაც აქვს და ვალდებულება აქვს ოჯახთან და შეიძლება იყოთ მესამე პირი და ეს ადამიანი ვერც იქ ვერ წყვეტდეს ურთიერთობას. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არ შეუძლია გაწყვიტოს არც ოჯახთან ურთიერთობა და არც თქვენთან. თუ სამკუთხედს უყურებთ, მეგობრებო, თუ სამკუთხედი არ არის, მაშინ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმის, რომ რაღაც თითქოს სიცოცხლე აღარ აქვს ამ ურთიერთობას, მაინც არ შეუძლია დაასრულოს, რადგან მოჯაჭვულია თქვენზე, თქვენს ენერგიაზე ეს ადამიანი. ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება უსამართლოდ ექცევით მას. მოდი ვნახოთ მთავარი კითხვა. თვითონ თქვენთან რა დამოკიდებულება აქვს ამ ადამიანს? რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს? მეგობრებო, მისთვის ძალიან სექსუალური ქალი იყავით, მაგრამ ბოლო პერიოდში რაღაც შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში და ახლა ფიქრობს, რომ თქვენ გახდით ძალიან ემოციური, შეიძლება უსამართლოდაც უწყობთ, თვითონ ფიქრობს, მე არ ვამბობ ამას, მას დამოკიდებულება აქვს ისეთი და ფიქრობს ახლა თქვენზე, რომ ხშირად უსამართლოდ სჯით, უწყობთ ისტერიკებს, შეიძლება ტირი ხართ უმიზეზოდ, თვითონ ფიქრობს, რომ უმიზეზოდ საყვედურობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას არ შეუძლია რეალობის შეცვლა და რეალობას მოწყდეს და უთქვენობა, იმიტომ რომ ამავე დროს მისთვის ხართ ერთგვარი საწვავი. მისთვის ხართ ძალიან ტკბილი ენერგიების მატარებელი ქალი. მიუხედავად იმის, რომ გრძნობიარე ხართ ძალიან ახლა, სენსიტიური ხართ, მას მაინც არ შეუძლია, რომ შეცვალოს აი ის რეალობა, რაც ზემოთ ვახსენე. რას შეცვლის? თქვენთანაც გული რომ არ დაგწყვიტოთ, თქვენთანაც იგივე კითხვას დავსვამ. რამეს შეცვლის თქვენს ურთიერთობაში ეს ადამიანი? რას შეცვლის? მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ მან ვერ შეძლო თქვენთვის აერიდებინა ის ტკივილი, ეცადა რომ აერიდებინა რაღაც გულის ტკივილი, ის შეეცდება რომ დაფარულად შეცვალოს რაღაც თქვენს რეალობაში. რა იქნება? რის შეცვლასაც ის აპირებს? რას შეცვლის? მეგობრებო, გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი დიდი ფიქრის შემდეგ, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი.
ეს ადამიანი დადგება არჩევანის წინაშე და თქვენც დაგაყენებთ არჩევანის წინაშე. შეიძლება არჩევანი გაკეთდეს თქვენს და მის მეუღლეს შორის, თუ მეუღლე ყავს და თუ მეუღლე არ ყავს ამ ადამიანს და ზუსტად იცით, რომ მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, მაშინ შეიძლება არჩევანი ეხებოდეს იმას, რომ მან შემოგთავაზოთ ცოლობა. არც მეტი, არც ნაკლები, მაგრამ თუ მას ყავს პარტნიორი დაკანონებული ცოლი, შეიძლება გაკეთოს მის სასიკეთოდ, მის სასარგებლოდ არჩევანი და გაკეთოს არჩევანი ოჯახისკენ. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ამ ადამიანს არ ყავს ოჯახი, მაშინ შეიძლება არჩევანის წინაშე დაგაყენოთ და დაგაჩქაროთ, რომ დროულად მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ შექმნათ ოჯახი. ეს არჩევანი იმპერატრიცა ვისახება. თქვენ დაგაყენებთ არჩევანის წინაშე, ან დარჩეთ, ან დატოვოთ ერთმანეთი და დაშორდეთ და პაუზაზე წახვიდეთ, ან მიიღოთ მისი სიყვარული, როგორიც არ უნდა იყოს ეს სიყვარული. გაკმაყოფილებთ თქვენ, არ გაკმაყოფილებთ, შეიძლება არც კითხოთ, ისე დაგაყენოთ ამ ადამიანმა არჩევანის წინაშე და მე თქვენ სწორი არჩევანის გაკეთებას გისურვებთ. მადლობა მეორეებო თქვენს, რომ იყავით ჩემთან ერთად. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე მაბედნიერებს თითოეული თქვენი კომენტარი, შენიშვნაც კი, იმიტომ რომ ეს არხი თქვენთვის არის და მე გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს და მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები, მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით დროებით.